გაკვეთილზე ცოტა ხმამაღლა ისუნთქე და ამის გამო მთელი დღე პირის აკვრით დაგსაჭეს. სამი სრულიად ახალი და შოკის მომგვრელი ფაქტი განათლების ისტორიიდან, რომლებიც აქამდე არასდროს გაგეკონია. მეტი საინტერესო კონტენტისთვის გამომიწერე. პირველი ეს არის პირის აკვრა სკოლაში. მე-18 საუკუნის ინგლისურ სკოლებში არსებობდა სასჯელი, რომელსაც სკოლის ჩამკეტს ეძახდნენ. ეს იყო ლითონის ან ხის რგოლი, რომელსაც მოსწავლეს პირზე ამაგრებდნენ, რათა ზედმეტი ხმა არ გამოიცა. ბავშვებს აიძულებდნენ გაკვეთილის ბოლომდე ასე მდარიყვნენ და მხოლოდ ცხვირით ესუნთქათ. მეორე. კალმის სათლელი მონა. კი, არ გაგიკურდეთ. ძველ რომში მდიდარი ოჯახის შვილებს სკოლაში თან დაჰყვებოდა სპეციალური მონა, რომლის ერთადერთი ფუნქცია იყო მასწავლებლის მიერ ნაბრძანები კალმუსების, ლერწმის კალმების მუდმივი გათვლა. თუ კალამი დადუნდებოდა და მოსწავლე წერა შეაჩერებდა, მონას უმოწყალოდ ჭიდნენ, რადგან ის ვერ უზრუნველყოფდა ბავშვის სწავლის პროცესს. და მესამე. წიგნის ჯაჭვები. მე-14 საუკუნის ევროპულ ბიბლიოთეკა სკოლებში წიგნები მაგიდებზე მძიმე რკინის ჯაჭვებით იყო მიბმული. ეს იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ ვინმეს არ მოიპარა, არამედ იმისთვის, რომ სტუდენტს წიგნი სახლში არ წაიღო. ითვლებოდა, რომ წიგნი მხოლოდ კლასის კედლებში უნდა წაკითხულიყო და გარეთ მისი გატანა ინტელექტუალურ სიზარმაცეს გამოიწვევდა. რომელი სასჯელი იყო ყველაზე წარმოუდგენელი პირის აკვრა, მონის დასჯა, კალმის გამო თუ წიგნების ჯაჭვით მიბმა, დაწერე კომენტარებში, ასევე მოთაგე კომენტარებში, ვის გაუკეთებდნენ ამ პირის აკვრის აპარატს ჩვენ კლასში. მეტი საინტერესო კონტენტისთვის კი გამომიწერე.